დილამშვიდობის შესულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. დიდებული ამბავი ბრიუსელიდან ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. რაც შეეხება საქართველოს ჩვენი ქვეყნის შესახებ, ხვალ ევროპარლამენტში კრიტიკული ანგარიშის კენჭისყრაა დაგეგმილი, ისე როგორც ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება საქართველოს მიერ ვიზა ლიბერალიზაციის შენარჩუნება. რატომ ავწდით და ჩამოვრჩით გეოპოლიტიკურ პროცესებს და ევროპაში გაჩენილ ამდენ შესაძლებლობას? დღეს ამით დავიწყებთ. Armaz Ahledიანი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი, თუმცა ვიდრე სტუმარი შემოგვერთება, გადავხედოთ ბოლო სიახლეებს. საქართველოს რეპრესიების ანატომია, პროტესტის, დარბევისა და მედიკობის 500 სითხე. Ამ სახელწოდებით Amnesty International ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების და სხვა აქტივისტების წინააღმდეგ ცილისწამების კამპანიები უნდა დაასრულოს. ანგარიში საუბარია ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებზე, ასევე საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევისა და პოლიტიკური დევნის სავარაუდო ფაქტებზე. Freedom House-მა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზი გადასცა. დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჯილდო მხოლოდ მას არ ეკუთვნის და ამ პრიზს იმსახურებენ ის ადამიანებიც, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძვიან. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის სახელწოდებით საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა. მან სიტყვით გამოსვლისას ინკლუზიური განათლების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და ამ მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა. მაშასე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის დღის ნიუსრუმი და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, პოლიტიკოსი Armaz Ahledიანი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ Armaz და მადლობა რომ გვესტუმრეთ. ბატონ Armaz, მოდით დღეს კარგი ამბით დავიწყოთ. ევროკავშირის ყველა ქვეყანა უკრაინსა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდა. შესაბამისად იწყება მუშაობა გაწევრიანების პროცესის საფუძვლებზე, რაც მოიცავს მართლმსაჯულებას, თავისუფლებასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ჩვენ ვხედავთ იმ მძიმე სამუშაოს, რომელიც ამ ქვეყნებმა გასწიეს და ამას წინსვლისთვის მკაფიო გზით ვაფასებთ. გაფართოება ჩვენი საუკეთესო ინვესტიცია მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საერთო მომავალშიო, აცხადებს ევროკომისია. ზეიმობს უკრაინა და მოლდოვა, რაც ბუნებრივია ძალიან გვახარებს, თუმცა სამწუხაროდ მათთან ერთად დღეს ვერ ხედავთ საქართველოს, რაზეც ცალკე ვისაუბრებთ, იქამდე კი თავად ეს ამბავი შევაფასოთ. აი რა ტიპის გზავნილია უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნა და რას ამბობს ამით ევროკავშირი? უნიშნულოვანესი ამბავი ხდება დღეს ევროპაში, იმიტომ რომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კარის გახსნა ევროპის კავშირის მიერ ნიშნავს არა მხოლოდ წარმოუდგენლად ახალ შესაძლებლობებს ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ ნიშნავს იმას, რომ ევროპა აგრძელებს გაფართოებას და მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, რომ ევროპის კავშირი და ნატო დასუსტდეს, დასავლეთი დასუსტდეს, რაც იყო რეალურად უკრაინაში აგრესიული ომის დაწყების უმთავრესი ერთ-ერთი მიზანიც, ეს გეგმა პუტინს, მის დაჯგუფებას ჩანს, რომ ფაქტობრივად უკვე ჩაუვარდა. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინა არა მხოლოდ იბრძვის, არამედ აღწევს გარკვეულ წარმატებასაც ფრონტის ხაზზე და რაც ყველაზე საყურადღებოა, ომში მყოფი ქვეყანა ახერხებს, რომ იკისროს ვალდებულებები ევროპის კავშირში გაწევრიანების გზაზე და სადოს ამ ვალდებულებების პირნათლად შესრულება. აღარაფერს ვამბობ მოლდოვაზე, ამ ფონზე საქართველოს, სადაც გვეზეიმებოდა რამდენიმე წლის წინ სტატუსის მიღება ევროპის კავშირის კანდიდატის ქვეყნისა და ვიყავით მეტად თუ ნაკლებად იმედით, რომ ამ გზაზე აღარაფერი დაგვაბრკოლებდა, დღეს არის აბსოლუტურად გამორიცხული პროცესიდან და არც კი არსებობს ევროპის კონტინენტზე არც ერთი სხვა სახელმწიფო საქართველოს გარდა, რომელსაც გასჩენოდა ადრე სურვილი, მიზანი, პრეტენზია, რომ ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი და შემდეგ ასე მზაკრულად ეღალატა ამ
შეთანხმებისთვის, ამ სურვილისთვის, ამ დანაპირებისთვის, ასეთი დღეს მხოლოდ საქართველოს. ხო, აი სამწუხაროა, თუმცა როცა საქართველოს დღევანდელი პოზიციონირების შესახებ ჟურნალისტები კითხვას უსვამენ ქართული ოცნების ხელისუფლების პირველ პირებს, მათგან ვისმენთ განცხადებებს, რომ დღევანდელი ევროპა აღარ არის ის ევროპა, საიდკენაც აქამდე მივისწრაფოდით, სამართლიანობა მთლიანად მოშლილია, დარჩენილია მხოლოდ და მხოლოდ ზემოდან ყურება და თითის ქნევაო, აი ასე უყურებენ ქართულ ოცნებაში იმ ოჯახს, რომლისკენაც 10 წლეულებია მივდივართ, ამიტომ ეს კითხვაც მინდა რომ დაგისვათ. როგორია დღევანდელი ევროპა? განსხვავდება თუ არ განსხვავდება გუშინდელი ევროპისგან და ისევ ისეთი სამართლიანია, როგორც ადრე თუ აი მართლაც პატარა და ნაკლები გავლენის მქონე ქვეყნებთან მიმართებაში, იქ მართლაც არსებობს აი ეს ორმაგი სტანდარტები, რაზეც ქართულ ოცნებაში საუბრობენ. ივანიშვილ-კობახიძის ოცნების ეს პროპაგანდა არის არსით კრემლისტური, რუსული ხასიათის, მხოლოდ პუტინის გარემოცვა საუბრობს ასე ევროპაზე და დასავლეთზე. ერთი ერთში იმეორებს ამას ივანიშვილ-კობახიძის დაჯგუფება. ყველაფერი გასაგებია. ევროპა არათუ არ შეცვლილა, არამედ ამ წარმოუდგენელ კატაკლიზმებში და დაპირისპირებაში, რაც დღეს მათ შორის ევროპის კონტინენტზეა, ევროპის კავშირი ახერხებს, რომ გაძლიერდეს, გაითვალისწინოს საკუთარი შეცდომებით და გამოცდილებაც, მაგალითად ორბანთან მიმართებაში, რომ ასეთი რამ აღარ გამეორდეს, რომ ევროპის კავშირი არ შეფერხდეს ცალკეული თავკერძა პოლიტიკური ლიდერების ამბიციების თუ გადაწყვეტილებების გამო. ასე რომ ევროპა ახერხებს იმას, რომ შეინარჩუნოს არა თუ სტაბილურობა და წინსვლა, არამედ კვლავ იყოს ერთადერთი ევროპის კავშირი, იყოს ერთადერთი მთავარი გარანტი კონტინენტზე წარმატების, მშვიდობის და გრძელვადიანი სწორი განვითარების. ამ ფონზე პაპუაშვილების და სხვათა ეს რიტორიკა, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ აჩვენებს იმას, რომ მათ საერთოდ აღარ აქვთ არავითარი ოდნავ მაინც დასაბუთებული არგუმენტი იმის საპასუხოდ, თუ რატომ მოკლეს ევროპული პროექტი საქართველოსთვის, აი ასე ვიტყოდი და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს რუსული ყაიდის პროპაგანდა ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საკუთარი მომხრეები ჯერ რომ კიდევ ყავთ, დაარწმუნონ იმაში, რომ ყავს მტერი და ეს მტერი არის არა ის, ვინც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, ვინც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, ვინც ვერაფრით ვერ ეგუება საქართველოს დემოკრატიულ ევროპულ მომავალს, არამედ ის, ვინც ყველანაირად მხარს უჭერდა ყოველთვის და დღესაც ცდილობს მხარი დაუჭიროს, მიუხედავად ოცნების ამ სრულიად ანტიეროვნული და ანტიევროპული პოლიტიკისა ქართველ ხალხს, რომლის სურვილიც კვლავ არის საბედნიეროდ ევროპული ოჯახის წევრობა. როცა საქმე ეხება იმას, არის თუ არა ეს ის ევროკავშირი. მაგალითად, ქართული ოცნების კრიტიკა ახლა ახლავს ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას და ზოგადად ევროპელი ლიდერების პოზიციას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება იქნება შეზღუდული. ბრიუსელის ამ პოზიციას დღეს დილით გეცოდინებათ ისევ შალვა პაპუაშვილი უნდა ვახსენოს, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პოსტით, სადაც ის ამბობს, რომ ამ იდეის გახორციელების შემთხვევაში ეს აღარ იქნება ის ევროკავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ განაცხადი შეიტანა და არც ამგვარი კავშირის წევრობისკენ სწრაფვა ის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლში წერია. თავის მხრივ შალვა პაპუაშვილის ეს განცხადება რიგ პოლიტიკოსს აფიქრებინებს, რომ ქართული ოცნების მხრიდან იწყება საფუძვლის, ასე ვთქვათ, მომზადება ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გასაუქმებლად. რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ ერთდროულად. ჯერ ერთი რამდენად სამართლიანია მიდგომა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ და მეორე მხრივ აი მართლაც რამდენად მიდის პროცესები იქით და იქითკენ, რომ აი საქართველოს ხელისუფლებამ გაწევრიანების თაობაზე ეს განაცხადი უკან გამოიტანოს. ყველაფერი, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ხდება ოცნების მხრიდან ევროპული პერსპექტივის საწინააღმდეგოდ, მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ სრული შეუსაბამობა ივანიშვილ-კობახიძის არჩეულ პოლიტიკურ გეზს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილებს, მისწრაფებებს
და ვინც გველოდება ევროპაში, ანუ ევროპის კავშირის და მთავარი ევროპული წარმატებული სახელმწიფოების ინტერესებს შორის ჩვენთან მიმართებაში. ევროპა, როგორც გითხარით, არათუ შეცვლილა უარესობისკენ, არამედ ის ახერხებს, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, ყველა შეცდომის გათვალისწინებითაც დაიხვეწოს, გაიზარდოს, ჩამოყალიბდეს უკეთ და იყოს უფრო მობილურიც, რაც შეეხება დემოკრატიულობის ხარისხის კრიტიკას პაპუაშვილის მხრიდან, ვფიქრობ, რომ ეს რა თქმა უნდა სასაცილოა, დემაგოგიაა. პაპუაშვილი აკრიტიკებს ევროპელ პოლიტიკოსებს, ის ამბობს ევროპელი ჩინოვნიკები, რაც უნდა უთხრა მას, რომ აბსურდიც კია, ნონსენსია, იმიტომ რომ მარტა კოსი და სხვა ევროკომისრები არ არიან უბრალოდ ჩინოვნიკები, ისინი არიან უმაღლესი რანგის ევროპელი პოლიტიკოსები, დიპლომატები, მაგრამ ეს თუ მას არ ესმის, ეს მისი პრობლემაა. აქ პრობლემა მაინც სულ სხვა არის. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილმა რახანია გადაწყვიტა დარჩეს, იბატონოს, მისი კორუფციული სქემები გაასმაგოს, შესაბამისად ამ მიზნებს ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, ევროპასთან კონტაქტები, ევროკავშირში გაწევრიანებას, ხომ ვალდებულებები ახლავს, ყველა იცის ამის შესახებ და ეს ვალდებულებები მათ შორის ითვალისწინებს უპირველესად სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას, მრავალპარტიულობას, დემოკრატიულ არჩევნებს, პოლიტიკური პატიმრების არარსებობას და ასე შემდეგ, რაც ივანიშვილის პირობებში საქართველოსთვის გახდა უკვე შეუძლებელი. ამდენად ჩვენ ხვდებით, რომ ფუნდამენტური აცდენა არის ივანიშვილის გეგმებს, ზრახვებს შორის და ნორმალურობის მაშინ ასეც კითხავთ რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის შედეგების საბოლოოდ. აი მაგალითად საქართველოსთან მიმართებაში ახლა როგორც ვიცით, ისევ რჩება დღის წესრიგში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, ისე როგორც უკვე ხვალ 17 ივნისს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ მომზადებულ მორიგ კრიტიკულ ანგარიშს, თუმცა ისევ ქართული ოცნების არგუმენტების შესახებ უნდა გითხრათ ამ ყველაფერზე. ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის საკითხს საქართველოს ხელისუფლებაზე შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებს და თუ ამ გადაწყვეტილებამდე მივა, შანტაჟის ბოლო ბერკეტსაც დაკარგავენო. ასეთია ის პოზიცია, რასაც ვისმენთ მართველ გუნდში. ენას, რითაც ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას ესაუბრება, რამდენად შეგვიძლია დავარქვათ შანტაჟის ენა და უშუალოდ უვიზო მიმოსვლის საკითხს რაც შეეხება, რისთვის უნდა ვიყოთ მზად თქვენი აზრით? უპირველესად მოდით მაინც ვთქვათ ის, რომ ყველაფერი რაც ხდება ახლა ჩვენს თავს ქართული ოცნების ამ უბედური ანტიეროვნული პოლიტიკის გამო უკავშირდება ერთადერთ მიზანს მაინც. ეს არის მომდევნო არჩევნები, რომ არჩევნებმა ხომ ამათ ხელში ყველანაირი აზრი დაკარგა ფაქტობრივად, გამოეცალა მას შინაარსი. არჩევნების იდეა არის სულად დისკრედიტებული, მაგრამ ისინი ცდილობენ როგორც რუსეთში, ასევე აქ არჩევნები აქციონ საკუთარი მმართველობის ვადის გაგრძელების ფორმალურ ინსტრუმენტად და მთელი ეს პროპაგანდა მათ შორის ზიზღის კამპანია ქვეყნის შიგნით, ოპონენტების ასე დაჩაგვრა, პოლიტპატიმრები, დემოკრატიული პროცესის სრულად ფაქტობრივად განადგურება და ევროპასთან და დასავლეთთან ამ წარმოუდგენელი დაპირისპირების ენით საუბარი და შესაბამისი ქმედებებიც ემსახურება, გთხოვთ ამას მივაქციოთ ყურადღება ერთადერთ მიზანს, რომ მომდევნო არჩევნებისთვის მას კონდეს დამატებითი ქულები, დამატებითი არგუმენტები საკუთარ ამ მომრჩეველთან, რომ მტერი თავს გვესხმის, გვჭირდება აქ ეს ეფემერული ერთობა, ომი და მშვიდობა, ოჯახური სიწმინდე, ყბადაღებული ამათ მიერ კვლავ და კვლავ. ეს არის მხოლოდ რაც შემორჩა დღეს ივანიშვილს. მას არ შეუძლია საქართველოს შეთავაზოს არაფერი ნორმალური, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული წინსვლასთან, ნორმალურობასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, ნორმალურ სოციალურ პოლიტიკასთან, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლასთან. როცა ეს არ შეგიძლია, მაშინ რჩება რა? ბნელ ოთახში კვლავ შენი ბნელი, შავბნელი საქმეების კეთება. თქვენ თავში მე მკითხეთ ევროპას დღეს
ახასიათებს ის, რითიც ის გუშინ იყო ცნობილიო და მე გეტყვით, რომ ისეთი ევროპული ქვეყნებიც კი, რომლებსაც არ უფიქრიათ შესაძლოა მანამდე, რომ ევროპის კავშირთან ჰქონოდათ ჯანსაღი, გამართული ურთიერთობა უფრო მჭიდრე, ვიდრე მანამდე ჰქონდათ გულისხმობ ქვეყნებს, რომლებიც ევროპის კავშირის წევრები არ ყოფილან. ეს სურვილი ახლა უჩნდებათ, იმიტომ რომ ყველა აცნობიერებს, რომ ევროპის კავშირი არის არამხოლოდ საუკეთესო ზონა ვაჭრობისთვის და ეკონომიკისთვის, არამედ ის დღეს იქცა ასევე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული უსაფრთხოების ერთ-ერთ ყველაზე საიმედო სივრცეთ და ამ დროს როცა სომხეთი ასე დიდ ნაბიჯებს დგამს ევროპული პროგრესის გზაზე ჩვენ არათუ მივჩანჩალებთ ერთი წლის წინ ვინმე იტყოდა ალბათ რომ მიჩანჩალებს საუბედუროდ საქართველოს დღეს საქართველოს ჩამოშორდა ამ ორბიტას მე მირჩევნია რომ ყველაფერს დავარქვათ საკუთარი სახელი რაც ქვია ივანიშვილთან ერთად ევროპული პერსპექტივა საქართველოს არ აქვს ბრიუსელთან ურთიერთობის კონტექსტში კიდევ რამდენიმე კითხვა და შემდეგ სხვა თემებიც საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში ვახსენე და ამ ანგარიშით ჩაგეკითხებით საუბარია დოკუმენტზე რომელიც მაისის დასაწყისში მიიღო ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ხოლო ხვალ 17 ივნის უკვე ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს გასულ კვირას ამ ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხზე ევროპარლამენტის დეპუტატის მარკეტა გრეგოროვას ჩაწერის შესაძლებლობა ჰქონდა სააგენტო ინტერპრეს ნიუს და როგორც მისგან გავიგეთ, გარდა იმისა, რომ დოკუმენტი მწვავედ კრიტიკული იქნება ქართული ოცნების მისამართით, მასში მიზნობრივი სანქციების შესახებაც იქნება მოწოდება. აი, რა გზავნილია ბრიუსელის მხრიდან საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული ანგარიშის მომზადება, ეს ერთი, თუმცა მეორე უშუალოდ სანქციებთან დაკავშირებულ მოლოდინებს რაც შეეხება. აი, ახლა როცა უნგრეთის ხელისუფლებაში აღარ არის ვიქტორ ორბანის პოლიტიკური ძალა, რამდენად ეხსნება ევროკავშირს ხელფეხი იმისთვის, რომ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირების მიმართ სანქციების ამოქმედებაზე იფიქროს თუ ორბანი და მისი ხელისუფლება არ იყო მხოლოდ ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, როცა საქმე ეხება ევროკავშირში სანქციების საკითხის დაბლოკას. ევროპის კავშირი მისი ხელმძღვანელობა რახანია აცნობიერებს, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მისწრაფებების დაცვა საჭირო და ამ გზაზე ივანიშვილის მიერ გადადგმული ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აიძულებს ბრიუსელს, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები. სანქციების პოლიტიკა, როგორც ჩანს, დღემდე არ არის ეფექტური, ამას ჩვენ ყველა ვხვდებით და ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რომ ორბანი იყო ცხადზე ცხადია. დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია და სხვათა შორის იმასაც გეტყვით, რომ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, რომ არ გამოჩნდეს რომელიმე, როგორც უკვე გითხარით, ცხელი თავი კვლავ ევროკავშირის რომელიმე წევრ სახელმწიფოში, პოპულისტი პოლიტიკოსი, რომელიც დაიწყებს შანტაჟს ევროპული ფასეულობებით და ვაჭრობას, ბინძურ ვაჭრობას, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ შესაბამისი საგარანტიო მექანიზმების ჩადება ევროპის კავშირის გადაწყვეტილების მიმღებ ესეთ პროცედურებში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ რომ ევროპის კავშირის მიერ სანქციები პირველ რიგში მიემართება საქართველოს დღევანდელ რეჟიმს. იქ საუკეთესოდ იციან ბრიუსელში, რომ ქართველი ხალხის არათუს დასჯა, არამედ ქართველი ხალხის მისწრაფებების მორალურად წახალისება, მხარდაჭერაა ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ მოდით ვაღიაროთ გულწრფელად, რომ ყოველთვის გვესმის. ევროპელი ლიდერები ყოველთვის ამხნევებენ ქართველ ხალხს იმ გზაზე, ჩვენ რომ ავირჩიეთ ბრძოლისთვის, ეს არის გზა თავისუფლების და დემოკრატიის, მაგრამ მოდით ისიც ვაღიაროთ, რომ არც ერთი სანქცია მაინც ბოლომდე არ იმუშავებს ეფექტურად, არც ამერიკული და არც ევროპული, თუ საქართველოში არ გამოფხიზლდა პოლიტიკური ოპოზიციული ველი.
ჯერჯერობით ეს ვერი ნახევრად მიძნებულ მდგომარეობაშია. რამდენიმე წუთი შეკითხავთ ბატონ არმაზ ოპოზიციურ ველსა და თქვენს ფლანგზე არსებულ სიტუაციაზე იქამდე ორბანის პრობლემა მოგვარებულია, ეს თქვენც ახსენეთ, თუმცა ის სერბეთზე მინდა ჩაგეკითხოთ, მით უფრო რომ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი სწორედ ახლა თბილისში ვიზიტით იმყოფება, ამ საკითხზეც გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია და შემდეგ უკვე მართლაც სხვა საკითხები. ვუჩიჩი გუშინ პრეზიდენტ ყაველაშვილს შეხვდა, დღეს უკვე ამ წუთებში მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციაში აუდიენცია ირაკლი ყობახიძესა და სერბეთის პრეზიდენტს შორის. რამე სიჯია სერბეთის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა და რას გეუბნებათ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების მეგობრობა? იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დღევანდელ რეჟიმს აღარსად წაესვლება და ვიზიტები საერთაშორისო შემოიფარგლება ცენტრალური აზიით უკეთეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შუაგულ ევროპიდან სერბეთის პრეზიდენტის ჩამოსვლა დიდი ზეიმია ოცნებისთვის, მაგრამ აქვე ყველას შევახსენებ, ვისაც ეზეიმება, რომ თავად პრეზიდენტ ვუჩიჩს ძალიან დიდი პრობლემები აქვს სერბეთში, დიდია დაპირისპირება წინააღმდეგობა მის მიმართ და სულ არ არის გამორიცხული, რომ ის ვადის ბოლომდე იქნება პრეზიდენტი. ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ ამასაც რომ თავი გავანებოთ, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ საქართველოს ერთადერთი გზა არის არა ნახევრად დემოკრატიულ ან კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფ პოლიტიკურ რეჟიმებთან ურთიერთობა, არამედ წელში გამართულ დემოკრატიას, რომ სრულად და უპირობოდ აღიარებენ და სამართლებრივი სახელმწიფო, რომ უპირობო უალტერნატივო მოცემულობა სწორედ ასეთ წარმატებულ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებთან. სამწუხაროდ ამ არჩევანს ივანიშვილი არასდროს არ გააკეთებს, იმიტომ რომ ეს არჩევანი, როგორც უკვე ვთქვით, ეწინააღმდეგება მის მენტალურ არჩევანს, მის სტრატეგიულ არჩევანს. ასე რომ ჩვენ დავრჩებით ამ გარემოცვაში უკეთეს შემთხვევაში ივანიშვილის და ყობახიძის ხელში, ვერ განვითარდებით, დავკარგავთ სრულად ევროპულ პერსპექტივას და როცა ვლაპარაკობთ ევროპული პერსპექტივის დაკარგვაზე, საზოგადოებამ, ვინც ჯერ კიდევ ეს არის, ის უნდა იცოდეს, რომ ეს პირდაპირ აისახება ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, უფლებებზე და ასე შემდეგ. ეთილი ბატონ არმაზ, რაც შეეხება იმას, რა არის გასაკეთებელი უკვე არა საგარეო ველზე, არამედ უშუალოდ ქვეყნის შიგნით იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას პოზიციები როგორღაც შეაცვლევინოთ და აიძულოთ დათმობაზე წავიდეს და ამ კონტექსტში თქვენი აზრი განსაკუთრებით მაინტერესებს დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს. აი როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგ ფორმაშია ოპოზიცია და რამდენად უნდა ხედავდეს საზოგადოება ოპოზიციურ ძალებში ოცნების ალტერნატივას. ოპოზიციურ ალიანსში რაც ხდება, ხედავთ შიდა დაპირისპირების გადაჭრასაც ვერ ახერხებს ეს ოპოზიციური ალიანსი. თავის მხრივ ცალკე პოზიციონირებენ ლელო და გახარიას პარტია და ყოფილი პრემიერის გუნდში გუშინაც ითქვა, რომ ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გახარია საქართველოსთვის მარტო მიიღებს მონაწილეობას, რადგან დამღლელია საზოგადოებამ შეყრა გაყრას ამდენჯერ უყუროს. ამას კი ემატება თავის მხრივ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ დრო მოვიდა ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების და ეროვნული გაერთიანების. აი რა სიტყვით, როცა ამ სურათს უყურებთ, როგორ ფიქრობთ, რა შთაბეჭდილება შეიძლება გაგვიჩნდეს ოპოზიციურ სპექტრზე? ძალიან გულგასაწყვეტია პირდაპირ სავალალო მდგომარეობაა, იმიტომ რომ გვესმის რაღაც მოწოდებები ერთობისკენ და სხვა, მაგრამ თქვენ როგორც თქვით, ოპოზიცია რა დღეშიაო, რა ფორმაშია, ოპოზიცია რომ ოდნავ მაინც კარგ ფორმაში იყოს, ჩვენ ამ დღეში არ ვიქნებოდით, იმიტომ რომ ივანიშვილს არც სანქციების და არაფრის ისე არ ეშინია, როგორც რეალური პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბებისა. ეს ცხადზე ცხადია, ამას ითხოვს ქართველი ხალხი, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა დღემდე სხვადასხვა მიზეზის გამო. ხო, აი ეს მიზეზებიც გითხარით მაშინ ბატონ არმაზ, რატომ არ არის ოპოზიციური სპექტრი კარგ ფორმაში და რა მოიყვანს ოპოზიციურ ძალებს აი ისეთ ფორმაში, რომ გახდეს ხელისუფლების უმთავრესი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის ივანიშვილის სრული ანტიდემოკრატიული პოლიტიკა, იმიტომ რომ მან მოახერხა ის, რომ ოპოზიციური
ველი ფაქტობრივად გამოშიგნა, არც კი აძლევს შესაძლებლობას ოპოზიციას, რომ ოდნავ მაინც წელში გაიმართოს, რამდენი პოლიტიკური ლიდერია ოპოზიციონერი დაპატიმრებული, რამდენს ელოდება პატიმრობა, რა სანქციებია, ჯარიმები, დაშინება, შანტაჟი ამ სიას ალბათ 1 საათის განმავლობაში ვერ დავასრულებთ, ახლა რომ დავიწყოთ. ამიტომაც ის ობიექტურადაც შავდღეშია ოპოზიცია ივანიშვილის გამო, მაგრამ მე მაინც სხვა რამეს ვამბობ. მე იმაზე ვსაუბრობ, რომ ოპოზიციას რომ არ დაეშვა შეცდომები 2024-ის არჩევნების წინ, ერთი მხრივ და მეორე მხრივ მოეხერხებინა თუნდაც ამ შეცდომების დროულად და სრულად გათვალისწინება უკვე პოსტსაარჩევნო პერიოდში, ვფიქრობ, ახლა მას გაცილებით უფრო კარგი მდგომარეობა ექნებოდა და გაცილებით უფრო მეტი შანსი ექნებოდა საქართველოს ნორმალურობისკენ სავალ გზაზე, მაგრამ ოპოზიციამ ეს ვერ მოახერხა. საუბედუროდ პოლიტიკური ოპოზიცია დღეს არის საკმარისად სუსტი სავალალო მდგომარეობაში და თუ რამე ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს, პირველ რიგში ალბათ სწორედ ესაა. რაც შეეხება იმას, როგორ უნდა შეიქმნას რეალური პოლიტიკური ალტერნატივა, მე პირველად ავსაუბრობ თქვენთან ეთერში ამ თემაზე და ალბათ არაფერს ახალს არ ვიტყვი, მაგრამ რაღაც მკითხეთ მაინც გიპასუხებთ, რომ დღეს უმთავრესია მოიძებნოს უპირველესად ნდობით აღჭურვილი ადამიანები და მათი გუნდი გამოვიდეს ასპარეზზე. რა პრობლემაა ქალბატონო ლელა დღეს ოპოზიციაში? ნდობის ნაკლებობაა პრობლემა, ნდობის დეფიციტია პრობლემა. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პარტიებს, ოპოზიციურ პარტიებს, რომ ამომრჩეველი ყავს. შესაძლოა ეს ამომრჩეველი კვლავ იქაა, მაგრამ რა უყოთ იმ დანარჩენს, უზარმაზარ ნაწილს ჩვენი საზოგადოებისა, რომელსაც სულ არ უნდა ივანიშვილის მხარდაჭერა, მაგრამ არ მიაჩნია და ვერ ენდობა ამ პოლიტიკურ ოპოზიციას. არ მიაჩნია, რომ ეს ოპოზიცია შეძლებს მისი გეგმების რეალიზებას, ნორმალურობისკენ სავალ გზაზე, როგორც უკვე გითხარით. აი ეს არის დღეს უმთავრესი პრობლემა და რაც შეეხება იმას, რატომ ვერ ჩნდება ეს ახალი ჯგუფი. აი ამ ნდობის დაბრუნებასაც თუ აქვს კონკრეტული ფორმულა, ესეც მაინტერესებს, რადგან ამ პრობლემამდე მივედი. ალბათ რაც მინდოდა მეთქვა და თქვენი შეკითხვა სადღაც ერთმანეთს ებმის ნდობის დაბრუნება თუ ნდობის აღდგენა, მე ასე ვიტყოდი, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამ ამ გზით. მე ჯერჯერობით ამ ნაბიჯებს ვერ ვხედავ და საპირისპიროს კი ვხედავ ნამდვილად ოპოზიციის მხრიდან. სწორი იქნებოდა არსებითი განახლება დღევანდელ ოპოზიციურ ველზე. ვიღაცა თამაშიდან უნდა გავიდეს, უნდა დაუთმოს ასპარეზზე საკუთარ პარტიაშივე შესაძლოა იმ სახეებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც სწორად ესმით დღევანდელი საზოგადოების მოთხოვნები აქვთ გაბედულობა და ამასთან ერთად ვინც არავითარ შემთხვევაში, აი არაფრის დიდებით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით არ უღალატებს დემოკრატიის და სამართლიანობის პრინციპებს. აი ნაციონალურმა მოძრაობამ დაანონსა რევოლუციური ცვლილებები მათ პარტიაში, მათ შორის ამ ეტაპზე რაც ვიცით, ეს არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს შესთავაზა პარტიის რიგებში გაწევრიანება. რიგი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს არ იქნება პარტიის რეალური სახეცვლილება, თუმცა თქვენი პოზიცია გითხარით და როგორ უყურებთ უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობაში დაანონსებულ ცვლილებებს და რამდენად არის ეს ის განახლება, რაც თქვენ მხედველობაში გქონდათ? ალბათ ყველაზე მეტი დარტყმა ამ წლების განმავლობაში ივანიშვილისგან სწორედ ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ყველაზე მეტად რეპრესირებული ეს პარტია, მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ რეპრესიების და ამ გაუსაძლისი მდგომარეობის და გარემოს მიუხედავად მე მეჩვენება, რომ პარტიამ ვერ შეძლო თავის თავში არსებითი განახლება და შეძლებს თუ არა დღეს, მოდით დაველოდოთ და ვნახოთ, მე არ მინდა წინასწარი შეფასებების გაკეთება, მაგრამ მეჩვენება, რომ ჯამურად დღევანდელი ოპოზიციური ველი არის იმდენად დასუსტებული, დაუძლურებული, რომ მის პირობებში საქართველოს ნორმალურობის დაბრუნების შანსი ძალიან ცოტა აქვს და ჩვენ ისიც ვთქვათ, რომ არჩევნები თუ ის 2028-ში უნდა ჩატარდეს, რა შედეგით დამთავრდებოდა? მე გითხარით ჩვენი საუბრის თავში, რომ ივანიშვილიც, ყობახიძეც
პაპუაშვილიც და ყველა დანარჩენი საუბრობს და მოქმედებს ერთადერთი ხაზით. მათ აქვს საკმაოდ მკაფიო ხაზი, საკმაოდ ზუსტად მიყვებიან ამ გეგმას, ეს უნდა ვაღიაროთ. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მომდევნო არჩევნებში და თუ ეს იქნება 28-ში, აი ამ არჩევნებში, მათ მინიმუმ შეინარჩუნონ დღევანდელი სტატუს კვო, თუ ვერ გაიმჯობესებენ პირობებს და ეს იქნება, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ბოლო. ვიტყოდი, რომ იქნება დაღუპვა ჩვენი ნორმალურობის პერსპექტივის და ეს უნდა გაიაზროს ოპოზიციამ და მე მეჩვენება, რომ ეს გააზრებული არათუ სათანადოდ, უბრალოდ არ არის. ამიტომაც ალტერნატივა არ გააჩნია ახალ პოლიტიკურ ერთობას, რომელიც ამ დღევანდელ ოპოზიციურ ველსაც თავის კუთვნილ ადგილს მიუჩენს, მაგრამ რაც მთავარია, დაამთავრებს ივანიშვილის ბინძურ ანტიეროვნულ პოლიტიკას საქართველოში. მადლობა ბატონო არმაზ სტუმრობისა და თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის. დღეს ამით დავასრულოთ. არმაზ ახვლედიანი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ ლელოს წარმომადგენელი გიორგი სიორიძე შემოგვიერთდება, ასე რომ დაგვაკვირდეთ. მაშა ასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე გვერდება. გამარჯობა ბატონო გიორგი და მადლობა რომ გვესტუმრეთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს. ბატონო გიორგი, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობის ორკვირიანი შედეგების შესახებ ხდება ცნობილი და მოდით ამით დავიწყოთ, როგორც საინფორმაციო სააგენტო ინტერპრეს ნიუს უწყებაში განუცხადეს, 1 ივნისიდან, ანუ ახალი სამმართველოს შექმნის დღიდან დღემდე საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა. აღმოჩნდა, რომ პირველი გადაწყვეტილება გამოცხადებულა ონის მაგისტრატის სასამართლოს მიერ და აქვე შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ იმასაც, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი საქმეების განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. აი რა სიტყვით, ორ კვირაში 60-მდე ესე ვთქვათ, ფაქტი, რომელიც შეიცავს სიძულვილის და სიზღვის ენას. როგორი სტარტი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ სამმართველოს? მე ძალიან მომწონს და უფრო მეტად უხდება ჩემი აზრით ხალხში დამკვიდრებული სახელწოდება სკროლვა სკრინვის სამმართველო, რომელიც ბეჯითად შეუდგა თავის საქმიანობას და დაიწყო ადამიანების თავისუფალი აზრის გამოხატვის შეზღუდვა და სასამართლოები, რომლებიც თურმე ესე მოცლილები არიან, კიდევ უფრო მეტად უნდა დაიტვირთონ აი ამ სრულიად უაზრო საქმეებით. უაზრო არის ერთი მხრივ, თუმცა მეორე მხრივ გვესმის კარგად რა არის ამ ყველაფრის მიზანი, ხო? ამ ყველაფრის მიზანი არის, რომ ამ ქვეყანაში მოისპოს თავისუფალი აზრის გამოხატვის სივრცე სოციალურ ქსელში მათ შორის და ამას ფუთავენ რაღაც სიძულვილის ენით. ეს არის ერთ-ერთი რგოლი იმ ჯაჭვისა, რომელიც დაიწყო თავის დროზე ჯერ ჯარიმების გამკაცრებით, 5,000 ლარიანი ჯარიმებით, შემდეგ გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული პატიმრობით, განმეორებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებით, ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობის დაწესებით და ამისი გამოყენებით. აი ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომელიც უფრო და უფრო მეტად ემსგავსება დისტოპიას, რომელიც ჩვენ ლიტერატურიდან და კინოფილმებიდან ვიცით, 1984-ის განსაკუთრებით იმ აზრის სამინისტროს ალუზიით და ემსგავსება ნაწილობრივ ტოტალიტარულ ქვეყნებსაც. ჩვენ არ ვართ ტოტალიტარული ქვეყანა, ავტორიტარული, მაგრამ წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში პრობლემას. თუ ამ პრობლემას ეს სამმართველო ვერ გადაჭრის, მაშინ რა გადაჭრის და რაშია გამოსავალი, ესეც გითხარით. როგორ უნდა გადაჭრას შინაგან საქმეთა სამინისტროს აი ამ სამმართველომ, რომელსაც რაღაც 10 თანამშრომელი ყავს, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი ეს პრობლემა. ან როგორ უნდა გადაჭრას სიძულვილის ენის მართლაც საზოგადოებაში დამკვიდრებული პრობლემა, რომლის დამამკვიდრებელი არის თვითონ ქართული ოცნება. ქართული ოცნების პირველი პირები. შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, სხვები და სხვები, რომელთაც სტანდარტი დაამკვიდრეს ღვარძლის, სიძულვილის, მოღალატეების ძახილის, სამშობლოების ძახილის. ხომ არ გვავიწყდება ეს ადამიანები
რომლებიც ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებაშიც ძალიან ადვილად ერეოდნენ ხოლმე, ხო, დიტო სამხარაძე გავიხსენოთ. და კადრები არსებობს, ხო, როგორ აგინებენ უშვერი სიტყვებით დემონსტრანტებს, გახსოვთ, ხო, ის კადრები ქართული ოცნების ოფისიდან. დიმიტრი სამხარაძის განცხადებებით გახდეს შესწავლის საფუძველი. ძალიან ბევრს ვიცინებ ეს რომ ასე მოხდეს და არ ვიცი თუ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა რომ დიმიტრი სამხარაძე გაუყენოს იმ გზას, რომელ გზასაც გაუყენა სხვა მისი აღზრდილები, რა ვიცი, ზოგი საერთოდ ციხეში, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი, არც ეს გამიკვირდება, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ ორმაგ სტანდარტებზეც რო ვილაპარაკოთ, ანუ ესეც კი ზედმეტი არის. საერთოდ ამ სამმართველოს საქმიანობის შეფასება შეუძლებელია იმის პარალელურად, რომ ევროკავშირს დებენ ბრალს, რომ აი შერჩევითი პრინციპები და მიდგომები აქვს ჩვენთან მიმართებაშიო და შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებენ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებასო, მაშინ, როდესაც პირდაპირ ევროკავშირის ფუნდამენტურ ბირთვი, ღირებულებები რაც არის და პრინციპები იმას არღვევენ ამ სამმართველოთვის და სხვა ზომებით. ბატონ გიორგი, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა კითხოთ ტელეკომპანია პირველის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ კადრებზეც, რომელიც დაკავებულ პირებზე რამდენიმე პოლიციელის ჯგუფურ ძალადობას ასახავს. ამ დღეებში უამრავი მწვავე შეფასება მოვისმენთ. ამ მწვავე შეფასებებს კი თავის მხრივ ქართული ოცნების ხელისუფლების გამოხმაურება მოჰყვა, რომელიც თაღლითური სცენარის ნაწილად მიიჩნევს ყველაფერი იმას, რასაც ოპონენტები ამბობთ. თაღლითური სცენარია წარმოაჩინონ თითქოს 45,000 პოლიციელიდან რამდენიმეს გადაცდომა სისტემური დანაშაულია, ეს მტკიცება გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭადაც არ ღირს, უნიათო მცდელობაა თავიანთი დანაშაულების უშველებელი მთა გაამართლონო, ასეთია მოკლედ ქართული ოცნების საპასუხო გამოხმაურება. აი, მოდით მართველი პარტიის პოზიციის კონტექსტში გითხავთ, რა გაძლევთ ოპოზიციაში საფუძველს, იფიქროთ და ამტკიცოთ, რომ ის რაც მედიით გავრცელებულ კადრებში ვნახეთ, არის არა ვთქვათ ცალკეული პოლიციელების გადაცდომა, სამი იყო ამ შემთხვევაში, ხო, არამედ სისტემური დანაშაული და სწორედ სახელმწიფოს პოლიტიკა. რა გვაძლევს ამის საფუძველს და რამდენიმე რამ. პირველი ეს არის არა კონკრეტული ეს რამდენიმე ფაქტი, რომელიც იყო გორში და რომელიც იყო მანამდე ქობულეთშიც ვნახეთ, ხო? ქობულეთი და გორი. არამედ გვაძლევს ასობით შემთხვევა, რომელიც არის ვიდეო დოკუმენტირებული საპროტესტო აქციებზე, რუსული კანონის აქციების დროს, რუსული კანონების და 24 წლის ნოემბერ-თებერვლის აქციების დროს. ადამიანები, რომლებიც დაასახიჩრეს, აწამეს, სიკვდილის პირამდე მიიყვანეს. რა მაძლევს ამის საფუძველს? დათო კაცარავას შემთხვევა ამაძლევს, ლევან ხაბეიშვილის შემთხვევა ამაძლევს, ალეკო ელისაშვილის შემთხვევა ამაძლევს, რომელიც პირდაპირ ასახელებს სახელებს და გვარებს. ალეკო ელისაშვილს ახლოს ხოთეშორის ყოველდღიურ რეჟიმში ჩაუინიშნეს პროცესები, ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ისევე როგორც აი ეს კონკრეტული ცემა ძალიან დიდი და აბსოლუტურად ლეგიტიმური ეჭვის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს იყო მდინარაძის შურისძიება, ხო? სხვებზე და სხვებზე, თქვენს კოლეგებზე, გურამ როგავაზე, უამრავი შემთხვევა იყო, 300-ზე მეტი შემთხვევა, ეს ყველაფერი ხო მალულად არ ხდებოდა, ეს ხო შემთხვევით გადაღებული კადრებით არ იყო, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ყველა ტელევიზიის მიერ. არსებობს ამისი კადრები. და ამბობენ რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა, როგორ იყო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც 2024 წლის დეკემბერში ამ ყველაფერზე რეაქცია ჰქონდათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები უმძიმეს სასანქციო პაკეტში მოაყოლეს, მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს, აი ამის პასუხად ეს ადამიანები ქართულმა ოცნებამ და ირაკლი კობახიძემ წარადგინა ღირსების ორდენზე. აი ეს კიდევ ცალკე საკითხია საგარეო პოლიტიკური ასპექტი ამ ყველაფრისა. მე გვეუბნებოდნენ რომ ხო რაღაცა არანაირი გადაცდომა არ ყოფილა და ძალადობრივი აქცია იყო, მხოლოდ დემონსტრანტები ყოფილან დამნაშავეები. არაფერს ვამბობ იმ ტიტუშკებზე, რომლებსაც ოფიციალურად ფორმა არ ეცვათ. მე ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ აი მუნდირი ვისაც ეცვა, ფორმა ვისაც ეცვა, ოფიციალურად ვინც იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. არც ერთი ადამიანი პასუხისგებაში არ მიუწიათ
იდენტიფიცირებულებიც არ იყვნენ. იდენტიფიცირების პრობლემა კიდევ ცალკე პრობლემაა, ყველას ასეთ დროს უნდა ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი ნომერი, როგორი პრაქტიკა საქართველოში ადრე არსებობდა. მისი არგუმენტებია, ქართული ოცნება რჩება იმ პოზიციაზე, რომ პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა ეს არის აკერმანის სახელმძღვანელოდან, თუმცა დაძველდა აკერმანის სახელმძღვანელოს მეთოდებო, ეს უკვე კახაკალაძეა, რომელიც გუშინ სწორედ ასე გამოეხმაურა ოპონენტების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საპოლიციო ძალადობა ეს არის სისტემური პრობლემა. ადრე კი ვსვავდით ამ კითხვას, მაგრამ რადგან ისევ გააქტიურდა ეს თემა, რამდენად არსებობს ეს აკერმანის სახელმძღვანელო და რამდენად დევს ის ოპოზიციური პარტიების სამუშაო მაგიდას. აკერმანის სახელმძღვანელოდან კი არა, კრემლის სახელმძღვანელოდან არის თითოეული ის ნაბიჯი, თითოეული ის განცხადება, რომელსაც თავიანთი შხამიანი პროპაგანდისტული არხებით, არ გულისხმობ მხოლოდ ტელეარხებს, ონლაინ მედიასაც, ავრცელებს ქართული ოცნება და იმ პირებით, რომელიც მოაღეს ქართული ოცნების სპიკერებმა და ასე წყობრად ავრცელებენ სიბინძურეს, სრულ კონსპირაციის თეორიებზე დაფუძნებულ ტყუილებს, ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია ვნახოთ სხვა მსგავს ქვეყნებში, მსგავს ავტორიტარულ ქვეყნებში, როგორც ხდებოდა ეს უნგრეთში, როგორც ხდებოდა ორბანის უნგრეთში, როგორც ხდებოდა ეს ბელარუსში, როგორც ხდებოდა ეს რუსეთში. ეს გავლილი გზა არის და ძალიან მარტივად შეუძლია თითოეულ მოქალაქეს ეს გადაამოწმოს. რაც შეეხება ამ ძალადობას, დავასრულებ ბარემ წინა კითხვის აზრსაც, ხო? ეს ყველაფერი არავინ არ დაუსჯიათ ამ დანაშაულებზე, როდესაც დაზარალებულად თვითონ ყავთ ცნობილი ადამიანები. ათობით ადამიანი არის დაზარალებულად ცნობილი და ვერავინ ვერ დააიდენტიფიცირებს, მხოლოდ 2-3 კვირის წინ თქვეს, რომ აი 5 სპეცრაზმელი რაღაცა მანქანებით დავაიდენტიფიცირეთო და პასუხისგებაში მიცეს. გორში რომ არ ყოფილიყო შემთხვევით გადაღებული თქვენი კოლეგების მიერ ეს ვიდეო კადრები, იქაც არავის არ მისცემდნენ პასუხისგებაში და ნოდარ მელაძის შოუში რომ არ გასულიყო ეს კადრები, არც იმ პირებზე იქნებოდა ამხელა რეაქცია, რომელზეც გვეუბნებია, რომ 4 წლის წინ დანაშაული მოხდა პოლიციის შენობაში. არავის არ გაუგია თურმე 2026 წლის თებერვლამდე მერე დააკავეს თურმე ეს პირები და გასუსული იყო. ასეთი ტიპის დანაშაული შენსავე უწყებაში რო ხდება, შენს შენობაში რომ ხდება. და როდესაც ყოველდღიურად ქრონიკას გვაჩვენებ, ხან ვიღაცა ნარკორეალიზატორს რო იჭირეთ და ხან შავი სამყაროს წევრების ფარულ ჩანაწერებს რო გვასმეინებ, ამაზე უნდა სდუმდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აი ეს არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან. კი ბატონო. Amnesty International-ის ანგარიში მოხდა საქართველოს და ქართული ოცნების ხელისუფლება სწორედ მისი პოლიტიკის და იმ ნაბიჯების და გადაწყვეტილებების გამო, რომელსაც ბოლო წლებში ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლება მოკლე პერიოდში შექმნა რეპრესიების დახვეწილი არქიტექტურაო, ამას ამბობს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მთავრობასაც და ამავე დროს ევროკავშირსაც და საერთაშორისო პარტნიორებსაც მიმართავს კონკრეტული რეკომენდაციებით. საქართველოს მთავრობის შემთხვევაში მოწოდებაა, რომ დასრულდეს ცილისწამების კამპანიები, დამოუკიდებელი მედიის და ჟურნალისტების სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სხვა აქტივისტების წინააღმდეგ. აი რა დიაგნოზია, როცა ჩვენი ქვეყნის შესახებ ასეთი გავლენიანი ორგანიზაციის ანგარიში, ასეთი მძიმე ჩანაწერები გვხვდება და აქვე კიდევ ერთი ხვალ ევროპარლამენტის სხდომაზე, პლენარულ სხდომაზე ველოდებით საქართველოში შექმნილი სიტუაციის შესახებ, ასევე ძალიან ესეთი კრიტიკული ანგარიშის გატანას, ამიტომ ამაზეც ამ კონტექსტში გკითხავთ. როგორი დღე იქნება თქვენი აზრით ხვალ ბრიუსელში საქართველოსთვის? ქართული ოცნება გვიმტკიცებს, რომ ყველა არის მის წინააღმდეგ, მთელი ცივილიზებული სამყარო. საუბრობდნენ გლობალური ომის პარტიაზე, deep state-ზე, ამ კონსპირაციის თეორიებს ავითარებდნენ რაღაც ევრობიუროკრატიაზე, ანუ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, ძველი ადმინისტრაცია, ახალი ადმინისტრაცია, ყველა არის თურმე ივანიშვილის წინააღმდეგ, ყველა არის თურმე ქართული ოცნების წინააღმდეგ და ნუ კარგი, ახლა Amnesty International-ი როდესაც ასეთ შეფასებას აკეთებს, იმაზეც ეყოთ უტიფრობა, მე მგონი ვოლსკი გამოვიდა გუშინ და თქვეს, რომ ხო, ეს არის საქართველოს წინააღმდეგ უსამართლო. Amnesty International-ი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც არ ინდობს არც ერთ ხელისუფლებას, არც დემოკრატიულებს სხვათა შორის. და წინა თემაზე, რაზეც ვსაუბრობდით, ხო, ჩვენ გვახსოვს ერთეული შემთხვევა, როცა იყო მართლა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯორჯ ფლოიდის, მე გაგახსენებთ, ხო, დაიქცა მთელი ამერიკის შეერთებული შტატები და რამხელა ტალღა მოყვა ამ ყველაფერს. აი ეს იყო ერთეული შემთხვევა.
აქ როდესაც საუბარი არის სისტემურ ძალადობაზე, სიძულვილის ენაზე, საუბარი არის დეზინფორმაციაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის Amnesty International-ის აი ამ ანგარიშში, რომელიც დაიწყო განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა ქვეყანაში ჯერ ერთი თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის აი ამ ბოლო 35 წლის მანძილზე ყველაზე უარეს ნიშნულზე არის დაყვანილი და ამავდროულად 22 წლის შემდეგ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა. ამ ყველაფრის ფონზე ქართული ოცნება ამბობს, რომ არა, ყველა მას ებრძვის სინამდვილეში. რაზე არის იქ საუბარი მანგარიშში? ხო, რაზე ჩვენ ოპოზიციური სპექტრი, ჩვენი პარტია, თქვენ თავისუფალი მედია, არასამთავრობო სექტორი, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურა ივანიშვილმა, თავისუფალი მოქალაქეები, რომლებსაც ტროტუარზე დგომის გამო უშვებენ პატიმრობაში, აი სკროლვა სკრინვის სამმართველო, რომლებსაც აი თურმე აგერ 60 თუ 80 საქმე აქვს უკვე. აი ეს ყველაფერი არის გამოხატულება იმისა, რომ ძირითადი თავისუფლებები, უფლებები, ადამიანის ღირსება, თანასწორობა არაფერს წარმოადგენს ამ ქვეყანაში. დემოკრატიული სივრცე მომსპარია ამ ქვეყანაში, სამართლებრივი სახელმწიფო არ არსებობს ამ ქვეყანაში. ეს არის ის ძირითადი ღირებულებები ამავდროულად, რომელიც საფუძვლად უდევს ევროპულ კავშირს, როგორც გაერთიანებას. ამ ღირებულებებზე შეიქმნა ევროპული კავშირი და ახლა ქართული ოცნება ამბობს, რომ ევროკავშირი ჩვენ ვაშანტაჟებს. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე დღე იქნება ბრიუსელში ქართული ოცნებისთვის. ხვალ, ისევე როგორც ვიზა ლიბერალიზაციის საფრთხე, შეშერების საფრთხე, ეს არის ძალიან სამწუხარო თითოეული მოქალაქისთვის, მაგრამ 100%-ით ეს გამოიწვია ქართულმა ოცნებამ. ეს არის პრივილეგია იმისთვის, რომ შენ ევროკავშირის ღირებულებებს მინიმალური სტანდარტით მაინც აკმაყოფილებდე. როდესაც შენ ამის ყველაფერს პირისპიროს აკეთებ, მაშინ რჩება მხოლოდ და მხოლოდ ბინძური პროპაგანდა შენი ამომრჩევლების. ბატონო გიორგი, იმისთვის რომ გვესტუმრეთ და უპასუხეთ ჩვენს კითხვებს, დღეს ამით დავასრულოთ. გიორგი სიორიძე იყო ჩვენი სტუმარი, ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დღეს ნიუსრუმი ამით დასრულებული. ერთმანეთს უკვე ხვალ 11-ზე შევხვდებით. ნახვამდის.